თუ უკვე მიმიჩნდება ბრაზი და აგრესია, ეს არის შინაგანი ძალიან ძლიერი იმპულსი, რომელიც რო შევაკაო და გავჩერდეს, ეს მარტივი არ არის. და ვიღაც ადამიანები თქვათ რეტროფლექსირებენ და მიმართავენ ამ ბრაზს საკუთარ თავზე. რაც ნიშნავს რას, რომ მე თუ გავუბრასდი შენზე და მინდა რაღაც შენ გეჩხუბო და ამის რესურსი არ მაქვს რომ გეჩხუბო, ვიწყებ ჩემ თავზე გაბრაზებას, რომ აი ჩემი ბრალია, მე ვარ ეგეთი და ასე შემდეგ. და წარმოიდგინე მაგ ემოციებით როცა გავდივართ და ვჯდებით ბაიკზე, მანქანაზე, არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიტყვი სახელმწიფო მხოლოდ ბაიკზე, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი, რა თქმა უნდა, არის ბაიკი. მოდის რა, რომ რისკს ვწევ ამ ადრენალინის დროს ბრაზი გარდაიქმნება ადრენალინად, შემდგომ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში რა ვითომ გამონთავისუფლება ამ ენერგიის, იმიტომ რომ გაჭედილობა ამ სიჩქარეში, ხმაურში გამოდის და გადადის, ასე ვთქვათ, ნივთზე. მე ვთავისუფლდები ბჭყალებში ნამდვილად, იმიტომ რომ იმ წუთირად მეშვება და სიამოვნების შეგრძნება შემოდის, მაგრამ გადის დრო და აუცილებლად ბრუნდება ეს ემოცია, იმიტომ რომ ტრავმა, ტკივილი თუ არ გავიარე, თუ მე არ გამოვიგლოვე, ხო, თუ აი დაშორებაზე თუ ვიტყვით და ესეთ რაღაცაზე, ხო, არ გამოვიგლოვე, არ მივეცი ჩემ თავს დრო რომ გავიარო ჯანმრთელი გამკლავების მექანიზმებით და არა გაქცევით და ჩანაცვლებით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის დამიბრუნდება. და ორმაგი ძალით ურტყავს მე და